ჩვენ ვეძებთ მიტოვებულ მანქანას სპრუნგისთვის. ჰეი, ნახე, მირეკავს. ვიპოვეთ მიტოვებული მანქანა, მაგრამ შეგვიძლია მისი შეკეთება. უნდა დავაბრუნო ეს მანქანა სპრუნგისთან თუ არა. გამარჯობა, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და ჩემო საყვარელო გამომწერებო. ჩემი სახელია სლავი და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სლავის თავგადასავლების არხზე. ნახეთ რა ხდება. სპრუნგი ჯავინი კენდი ბოქსიდან ეხლა რეალურ ცხოვრებაში მირეკავს. მოდით უპასუხოთ ზარს და ვნახოთ რა უნდა მას. გამარჯობა, სლავ. ხო, გამარჯობა ჯავინ. მესმოდა რომ ბლეკს დაეხმარე. დიახ, ბლეკს დავეხმარე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მული, რომ ნახოთ ჩემი წინა ვიდეო, როგორ დავეხმარე კიდევ ერთ სპრანგის. ეს ძალიან ცუდი იყო შენგან, სლავ. რატომ გააკეთე ასე? ხო, ბოდიში, ამისთვის, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა. მისი პიკაპი უნდა მეპოვა. ამიტომ ეხლა შენ უნდა დამეხმარო. დიახ, პრობლემა არ არის, დაგეხმარები. რასაც გინდა ყველაფერს ვიპოვი. შენ უნდა წახვიდე მიტოვებულ სოფელში. მიტოვებული სოფელი. და იქ უნდა იპოვო ჩემი მანქანა. პრობლემა არ არის. კარგი ჯავინ. დაგეხმარები. გამომიგზავნე კოორდინატები. კარგი ბიჭებო, ახალი მისია გვაქვს. უნდა ვიპოვოთ მიტოვებული სპრანგის მანქანა ამ მიტოვებულ სოფელში. მოდით წავიდეთ, დავიწყოთ ჩვენი ახალი თავგადასავალი. სწორ მიმართულებით მივდივართ. ნახეთ, რაღაც სოფელია და თითქოს მიტოვებულია, რადგან ვერავის ვხედავთ. იმ მხარეს კი ხიდი გვაქვს. ეს უცნაური ადგილია და ეს მთელი მინდორი მართვა მიტოვებულივით გამოიყურება. კოორდინატებით თუ ვიმსჯელებ, მარჯვნივ მივდივართ. იმ მიმართულებით უნდა წავიდეთ. და მანქანა, რომელსაც ვეძებთ, სადღაც ახლოს უნდა იყოს. იქნებ ეს ადგილი გადავკვეთოთ და მერე დავინახავთ იმ მანქანას, რომელსაც ვეძებთ. მაგრამ ჯერ კიდევ არ მაქვს წარმოდგენა, რა მანქანაა, არ ვიცი სად არის და როგორ გამოიყურება, ასე რომ ეს ჩემთვის გამოწვევა იქნება. მოდით გავაგრძელოთ გზა, რომ ვნახოთ სადმე აქ ახლოს არის თუ არა მანქანა, რადგან კოორდინატებმა ზუსტად აქ მომიყვანა. ეს მშვენიერია. ნახე, აი ისა. გონი, ეს არის ის, რასაც ვეძებთ. ღმერთო ჩემო, ეს სიგიჟეა. ეს მანქანაც ისე მიტოვებულია, როგორც მთელი ეს სოფელი. ღმერთო ჩემო, ეს აუდია, მიტოვებული აუდი და ეს სიგიჟეა. არა, კი ძველია, ძველი და მიტოვებული ჩანს, მაგრამ მაინც და ეს აუდია. მე თანახმა ვარ. ხო, მანქანა უკვე ვიპოვეთ, ასე რომ მგონი ჯავინს უნდა დაურეკოთ და კარგი ამბავი უთხრათ, არა? კარგი. ჯავინ სტრუნკედან, მას დაურეკავს, ხომ ასეა? ჰეი ჯავინ, გამარჯობა. გამარჯობა, სლავ, როგორ ხარ? ხო, ყველაფერი კარგადაა. შენი მანქანა ვიპოვე, აი აქ არის. აბა, როგორ გამოიყურება? ყველაფერი რიგზეა? ხო, ცოტა მიტოვებულია. ბევრი თოვლია, მაგრამ შენთვის შევამოწმებ, კარგი? კარგი. პრობლემა არ არის. ეხლა ბიკებო, უნდა დავათვალიეროთ მანქანა, რომ გავიგოთ მისი მდგომარეობა და რა ხდება აქ. წავედით. ღმერთო ჩემო. ხო. ეს ნამდვილი გერმანული მანქანაა. რამდენი ხანია მიტოვებულია, არ ვიცი. კი, მინდოდა კარის გაღება, მაგრამ პრობლემა არის, ამას ვერ ვაკეთებ. რაღაცნაირად დაზიანებულია. ნახეთ, საღებავთან დაკავშირებული რაღაც პრობლემებია. კი. რა თქმა უნდა, ცოტა გამოყენებულია, მაგრამ მაინც მაინტერესებს, შეძლებთ თუ არა ამ მანქანის დაქოქვას და მართვას. კარი გაფუჭებულია და მგონი დაკეტილია, ნამდვილად. მაგრამ ნახე, ერთი ფუნქცია აქვს. შეგიძლია ასე გააკეთო. აი ესე. ხო, ეხლა შეგვიძლია კარი გავაღოთ? ხო. ეს მარტივია. ვაუ, ნახე რა მაგარია. და აი გასაღებებია. ღმერთო ჩემო, გასაღებები. აუდის ნიშნით გასაღებები. ეს მაგარია, ეს საოცარია. ეს ნამდვილად იმ მანქანის გასაღებებია. ვაუ. ინტერიერი კარგად გამოიყურება. სინამდვილეში ნორმალურია. კი, ინტერიერი კარგია. აქ ცოტა ბნელა, მაგრამ მაინც მომწონს, ძალიან მაგარია.
ხო, ეხლა ვფიქრობ, ჯავინს უნდა დაურეკოთ და ახალი ამბავი უთხრათ. კარგი. ხო, ჯავინ, ისე მოგესალმები, გამარჯობა, როგორ ხარ? მანქანა ცუდ მდგომარეობაშია, რამდენიმე პრობლემა აქვს, მაგრამ გასაღებები ვიპოვე. ეს კარგი ამბავია. მაგრამ ეს გერმანული მანქანაა, ასე რომ ძალიან ხარისხიანი მანქანაა. ვნახავ, რას გავაკეთებ თქვენთვის. გთხოვთ სცადეთ შეკეთება. ვეცდები. ვეცდები შევაკეთო, აღვადგინო და გავაკეთო ისე, რომ იმუშაოს და იაროს. გთხოვთ მაქსიმალურად გააკეთოთ, თქვენზე მაქვს იმედი. არ არის პრობლემა, ჯავინ, ამას გავაკეთებ. დავიწყოთ. მოდით ეს მანქანა შევაკეთოთ. გასაღებები აქ დავდოთ. ხო, ჯდება. ეს შესანიშნავია. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება, რადგან ეს მანქანა მიტოვებულია. ასე უნდა იყოს, მაგრამ ეხლა შეგვიძლია გავხსნათ. შეგვეძლო მანქანის კაპოტი გაგვეღო, მაგრამ ეხლა არა. ესე იგი, ეს გამოწვევა იქნება. უნდა მოვაშოროთ ეს მთელი თოვლი, რომ ნახოთ რა არის შიგნით, ხომ ასეა? ეს ცოტა დროს წაიღებს. თოვლი მთლიანად უნდა მოვაშოროთ, რომ ნახოთ რა არის ძრავში. როგორ დავხსნა? აქ არის თოკი სახელურით. გონი შემიძლია. ვიცი როგორ გავხსნათ ეს. ხო. დიახ, მუშაობს. ვაუ, ეს შესანიშნავია. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ორიგინალი გერმანული ძრავა, კლასიკური მოდელი. ეს არის ძველი გერმანული კარბურატორული ძრავა. ხო. მოდით საწვავის სისტემა შევამოწმოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს აკუმულატორი. ეს მალთულები ცარიელია, მაგრამ ზურგ ჩანთაში დამატებითი მაქვს. სხვათაშორის ბიკებო, თუ ჯერ კიდევ უყურებთ ამ ვიდეოს, იმედი მაქვს მოგწონთ, როგორ პოპოულობ მიტოვებულ მანქანებს და ვქოქავ მათ. და ასევე თუ მოგწონთ სლავის თავგადასავლები, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და ზარის ხილაკზე დაჭერა, რომ ყველა შეტყობინება მიიღოთ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა რომ ნახოთ ჩემი ყველა თავგადასავალი და ეს ძალიან სახალისო იქნება. ასე რომ გთხოვთ გამოიწერეთ არხი. ეხლა უნდა ვიპოვოთ აკუმულატორი. უნდა გავიგოთ არის თუ არა ზეთი. არის ცოტა ზეთი. ფიქრობდი რომ სინამდვილეში აქ ბევრი ზეთეთი იქნებოდა, ხომ ასეა? და საწვავი, ღმერთო ჩემო, შეხედე. შიგნით ცოტა საწვავია. ამას ხედავთ. მოდი დავაყენოთ აკუმულატორი და ვნახოთ რა მოხდება. ეს ზურგ ჩანთათან დამაქვს, ყველაზე დიდი ნაწილი ჩემი აკუმულატორია, ხომ ასეა? მოდი დავაყენოთ. პლუსი და ეს ვაუ, ნახეთ ეს. ღმერთო, ეს ძალიან კარგი ხმაა. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგია არის და ეს შესანიშნავია. მოდი ვცადოთ ძრავის დატრიალება. დიახ, გვაქვს ანთება, ასე ვფიქრობ. კარგი. კარგი ამბავიც გვაქვს და ცუდიც. ჩვენი ძრავი გაჭედილი არ არის. ცუდი ამბავი ისაა, რომ მისი გასაშვებად უნდა შევაკეთოთ, რა თქმა უნდა. კარგი, ეს უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა, ბიჭებო. მგონი ჯავინს უნდა დაურეკოთ ლურდ სპრანკის, რომ მეტი ვუთხრათ ამაზე. როგორ ხარ? ჰეი, ჯავინ, ხო? არის რაღაც სირთულეები, პრობლემები ძრავთან და სხვა რაღაცებთან და მთელი ეს მანქანა გაჭედილია. მაგრამ ფიქრობ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს მანქანა შენთვის შევაკეთო. გასაგებია, მაგრამ თუ რაიმე სირთულე შეგექნება, შეგიძლია მეგობრებს დაუძახოთ დასახმარებლად. ეს კარგი იდეა. ვფიქრობ, მალე დაურეკავ ჩემს მეგობრებს. დიახ, აუცილებლად. მათი მხარდაჭერა დამჭირდება. გთხოვ იჩქარეთ, მართლა მჭირდება ჩემი მანქანა. არ ინერვიულოთ. ამ მანქანას დაგიბრუნებთ. ასე რომ, საწვავი გვაქვს, დენიც გვაქვს. ეხლა უნდა შევამოწმოთ ნაპერწკალი, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მავთულია. ამ ნივთის მდგომარეობა ცუდია. ასე რომ, შეიძლება ეს უნდა გავწმინდოთ და ყველაფერი იმუშავებს. ხო. ნახე, რამდენი ჭუჭკია. მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ. დიახ, დიახ. ჩვენ შევძელით, ეს შესანიშნავია. ის რაღაც მუშაობს. შეხედე ამ ძველ ძრავს. ის ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს, მაგრამ არა უშავს. მოდი ეს მავთული დავაბრუნოთ. ეს შესანიშნავია. ასე რომ შეგვიძლია ეს ძრავი ჩავრთოთ. მოდი ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მანქანის მართვა. კარგი. ვაუ. სალონი ძალიან მყუდროა, ძალიან მომწონს. ნახე, აქ არის გადაცემათა კოლოფი, 4 სიჩქარე აქვს და უკანასვლაც. მოდი წინ წავიდეთ. ვა, დავიძარით.
ეს შესანიშნავია. ასე რომ ეს მანქანა მოძრაობს და დადის. მგონი უნდა გადავწიოთ ეს თოვლი ან არ მინდა ეს გავაკეთო, რადგან ჩემთან ნიჩაბი არ მაქვს. დაურეკავ ჩემს მეგობარს და ის მოიყვანს სხვა მანქანას, რომ აქედან გამოვიყვანოთ. კარგი? მოდის გავაკეთოთ ეს. ეს არის ჩემი შავი Nissan Pathfinder-ი. ჩემი ძმაკაცი ანტონი. ანტონმა მოიყვანა მანქანა, რომ ეს მიტოვებული მანქანა გადავარჩინოთ. ანტონი ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, ეს არის პრობლემა. Ничего не понимаешь. Тебя дёрнуть надо, да? Дёрнуть. დიახ. არა. ის ინგლისურად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ მე ის მაშინ ვიპოვე, როცა სხვა მიტოვებულ მანქანას ვეძებდი, მაგრამ ის სასწრაფო დახმარების მანქანა იყო. შეგიძლიათ ეს მინიშნება გამოიყენოთ, რომ ნახოთ წინა ვიდეოები, როცა ანტონს შევხვდი. სინამდვილეში ანტონი ყდებოდა, მაგრამ მე გადავარჩინე. დიახ, ანტონი. Диях. ხო. იქნებ ინგლისური ისწავლოს. რა ენაზე შეგიძლია საუბარი? ენა, ხო? სკოლიდან მახსოვს ენა. ინგლისური. ანტონ, ლაპარაკობ ინგლისურად? გაჩერდი. ეს შენ კითხულობ. გაჩერდი. რა თქვი? კიდევ ერთხელ. გაბედე. ორჯერ გაბედე. ვერ გიგებ, ანტონ. ვერ მიგებ. ვერ გესმის. მე. პარუსი. რა ქვია? ანტონი, ეს კარგია, ჩვენ ვსაუბრობ. ეხლა ვსაუბრობ, ეს შესასაუბრობ, ეს შესანიშნავია. ამიტომ ეს მანქანა უნდა გამოვიყვანოთ. ეს შენი მეგობარია, ხო? ხო, ხუეთ რო სპორონ, ბლე. გონია რომ ისინი რაღაცას აკეთებენ, რომ მანქანა ამ თოვლიანი სიტუაციიდან გამოვიყვანონ. გონია შემდეგ ჯერზე უბრალოდ ნიჩაბს ამოვიღებ, ეგ უფრო მარტივი იქნება, მაგრამ ვინ იცის? შეიძლება პროფესიონალები არიან, შეიძლება იციან რას აკეთებენ. სინამდვილეში ნახეთ ბიჭებო, ერთი საინტერესო რამ ვერ შევამჩნიეთ, მაგ მანქანის კარგი უკანა მხარეა, ხო? კარგი საბარგულია. ძალიან ფართოა და შეიძლება მომავალ ვიდეოებში გავხსნათ და ვაჩვენოთ. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ მანქანის შესახებ, თავისუფლად დაწერეთ კომენტარებში. იქნებ უნდა გავხსნათ იმ მანქანის ბარგი. ახლა კი უნდა გამოვიყვანოთ თოვლიდან. აჯეკი, ფული, დაძარი, აჯეკი. დიახ, კარგი, პრობლემა არ არის. კარგი. მუშაობს. კარგია. ძრავასთან რაღაც პრობლემაა. კარგია, ჩვენ შევძელით. ხო, შესანიშნავია, კარგად მუშაობს. მშვენივრად მუშაობს. უკვე მიყვარს ეს მანქანა. ძალიან კარგია. მადლობა ანტონ, მადლობა. შესანიშნავია. ანტონი ყველაფერს უფასოდ აკეთებს. არ ვიცი რატომ, იმიტომ რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინე. ხო, იმიტომ რომ სიცოცხლე გადავარჩინე. ის ყოველთვის მეხმარება მანქანებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დიახ. მითხარით, რას ფიქრობთ კომენტარებში? უნდა ისწავლოს ანტონმა ინგლისური თუ არა? ეს შესანიშნავი იყო. ეს მანქანა თოვლიდან გამოვიყვანეთ და ახლა ყველაფერი კარგადაა. მუშაობს და დადის. და ახლა მგონია რომ უკვე თვითონაც შევძლებ მის მართვას. მოდის ჯამის კიდევ ერთხელ დაურეკოთ, რომ კარგი ამბავი უთხრათ. ხო? კარგი. გამარჯობა ჯავინ, როგორ მიდის საქმეები? აქვს რამე ახალი ამბავი. მაქვს შესანიშნავი ამბავი. ჩვენ შევაკეთეთ შენი მანქანა, თოვლიდან გამოვიყვანეთ და ახლა მუშაობს და დადის. მაგარია არა? ეს მშვენიერია. შეგიძლია ახლა შენს ბაზაზე მიიყვანო. კარგი, ახლა მე თვითონ წავიყვან მას. თანახმა ხარ ამაზე? არანაირი პრობლემა არა. გაკეთე ეს. გმადლობთ. თქვენს მანქანას თავად მივიყვან ჩემს ბაზაზე და მე ვნახავთ რას გავაკეთებთ. კარგი? მოდით გავაკეთოთ ეს. კი, გმადლობთ. ანტონ, შეგვიძლია ამ მანქანით ვიაროთ. წავიდეთ. ანტონ, დაჯექი. ხო, დაჯექი. ოპერატორო, შენს შეგიძლია დაჯდე. წავიდეთ. მოდით, ახალი მანქანა სატესტოდ გავიყვანოთ. ასე რომ, კარგი, დავიწყოთ. მუშაობს. ეს შესანიშნავია. ეს ძალიან მაგარია. ძალიან მომწონს. მივდივართ, ღმერთო ჩემო. ეს ძალიან კარგია და მუხრუჭები. ხო, მუხრუჭები გვაქვს. ეს სიგიჟეა. მინის საწმენდები მუშაობს. აქ ძალიან ბევრი მანქანაა. ცოტა საშიშია. მოგწონს ეს მანქანა. კარგია. მიყვარს ეს მანქანა. ეს მაგარია. ძალიან მიყვარს ეს მანქანა. ძველია, მაგრამ ძალიან უნიკალურია. როგორ იყო?
ვაუ, ეს მანქანა მართლაც ძალიან სწრაფია და მართვაც მარტივია და ფარებიც მუშაობს. ეს შესანიშნავია, ძალიან მომწონს. და ის ძლიერია. ხო. ეს შესანიშნავია. ეს საოცარია. ყველაფერი კარგად მუშაობს, ბიჭებო. ეს საკმაოდ კარგი იყო. მიყვარს ეს მანქანა, ძალიან სწრაფია და ძალიან აგრესიულია. ძალიან კარგია, ბიჭებო, მაგრამ მგონი უნდა დაურეკოთ ლურჯ სპრანკის. უთხარით, რომ ყველაფერი რიგზეა, კარგი? ვურეკავ ჯავინს. ეხლავე ვურეკავ ჯავინს, კარგი? გამარჯობა, ჯავინ. ყველაფერი რიგზეა. შენი მანქანა ჩემს ბაზასთან ახლოს მოვიყვანეთ. შემდეგ რა გავაკეთოთ? დატოვეთ როგორც არის და მე 3 საათზე მივაკითხავ. კარგი. მადლობ. არ არის პრობლემა. როგორც თქვით, არ არის პრობლემა. ჩემს ბაზაზე დავტოვებ. ნახვამდის. მოკლედ ვითებო, დღეს ღამის 3 საათზე სპრანკი ჯავინ ჩემს ბაზაზე მოვა, რომ თავისი მანქანა წაიყვანოს. მაგრამ თუ ამ ვიდეოს ქვეშ 30,000 მოწონება სავიღებთ, შეგვიძლია გაჩვენოთ, როგორ მოხდება ეს. ყველგან ბევრი ჯაშუშური სათვალთვალო კამერა მაქვს. თუ გინდათ ნახოთ, როგორ გამოჰყავს სპრანკის თავისი მანქანა ჩემს ბაზაზე, დაწერეთ კომენტარებში და დაალაიქეთ. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დააჭიროთ ზარის ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩემი მომავალი ვიდეოები. სულ ეს იყო. ეხლა მანქანას ჩემს ბაზაზე მივიყვანთ და ეს არის ყველაფერი. მადლობა ყურებისთვის, მე მქვია სლავი, ნახვამდის. ეს იყო სლავის თავგადასავლების არხი.